მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმეკასთან. დღეს ჩვენი სტუმარია სამრეწველო და სატრანსპორტო დიზაინერი ზვია ტრიკოლია. როგორ ახარ ზვია? მადლობთ, კარგად, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა, რომ მოხვედი. წინა სტუმრის კითხვას დაგისვამ, კესო აბრამიძის. როგორ წარმოგიდგენი ვარო საქართველოს პრემიერ-მინისტრად? ლამაზ პრემიერ-მინისტრი ეყოლებოდა. კაი, ქართლის დედას როგორ შეუცვლიდი გარეგნობას? და რას დააჭერინებდი ხელებში? აი ხა წინა გადაცემებს უყურე და ეგ კითხვა ხშირად ისმის ხოლმე და ცოტა უფრო ისეთ რაღაც წინა გადაცემებში როგორც თქვამი პირველ ქართულ ნაწარმ პროდუქტს რომელ ერთს? მოდი ეგ ცოტა ბუნდოვნა დავტოვოთ, მაყურებელს დავტოვოთ საყვედრად. ხო და აი მაგ პროდუქტს რას დაარქმევდი? აი გამოვიდა ეგ პროდუქტი და შენ გთხოვეს რომ დაარქვა სახელი. მე გთხოვეს რომ დავარქვა. ახტენილი ოცნები. აი დღეს რა საქმიანობ და სად საქართველოში მუშაობ ზირითადად? ხო, აქაც მუშაობ, შეიძლება ითქვას ზირითადში მაინც უფრო უცხოელების დაკვეთებზე მუშაობ და ზირითადში ვარ აი ამ საქმეები დაკავებული აქით-იქით, ესეც რაღაც უცნაურ მოძრაობებში ვარ. აი სამანქანო დიზაინში თუ რაღაც საათების სატრანსპორტოც, იმიტომ რომ იქ კონსულტანტად მუშაობ რამოდენიმე კომპანიასთან და საათები ეგ ახლა უკვე ის არის, რა ქვია, ჩემი სიყვარულია და ჩამithრია და უკვე მეც ჩავყევი ამ თემას და აღარ ვეშვებ. საერთოდ ბევრ თემაზე ისე თავს რო ვთქვა რომ ვიზღუდავ რაღაცით არა ვიზღუდავ, იმიტომ რომ ყველაფერი ჩემთვის საინტერესო რაც არის, ყველაფერს ხელს ვკიდებ და ვსწავლობ და ვეცნობი და რაღაც გამოცდილებას ღებულობ. საინტერესო არა. თვითონ პროფესიაა ეგეთი, რომ არ გაძლევს გაჩერების საშუალებას რა, რომ გაიყინო ერთ ადგილზე. აი რაც შენ კარიერის განმავლობაში ყველაზე დიდი მიღწევა რა მიგაჩნია? ნუ ალბათ იმედია ჯერ მომავალშია ყველაზე დიდი მიღწევა, მაგრამ ყველაზე მაინც ჩემთვის საამაყო პროექტი მაინც ისევ და ისევ აი ქართული ჯარისთვის შექმნილი სატრანსპორტო საშუალებაა და ის პერიოდი, როცა მე მაგათ ამაზე ვმუშაობდი, ანუ დიდგორი, ხო? დიდგორი და ლაზიკაში გარკვეულწილად ესეთი. ეგ წარმოება გაჩერდა? ამ ეტაპზე გაჩერებულია. ღირსების ორდენი მაგიტო გადმოგცეს მაგ პროექტის შემდეგ? კი, მაგ პროექტის მერე, ესე იგი 26-ში დამაჯილდოვეს ღირსების ორდენით და მე უკვე მე აქ საქართველოში არ ვიყავი, უკვე გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით დამაჯილდოვა პრეზიდენტმა, ჩემ მეუღლეს გადასცა ეგ. და შენ რო კონდა საშუალება ვის გადაცემდი ღირსების ორდენს დღეს? რთული კითხვაა, იცით, ბევრი ადამიანი არის, რა, ვისაც გადასცემ. შეიძლება საერთოდ ადამიანმა არც იცოდეს ეკრანზე არ ჩანდეს და საერთოდ მოწყვეტილი იყოს, მაგრამ მართლა ღირსეული ადამიანი იყოს, თავის ქვეყნის ღირსეული შვილი იყოს და ასე ვთქვათ, საზოგადოებისთვის ასევე ღირსეულ პიროვნებად წარმოდგეს რა, ამის საშუალება რომ მიეცეს, იმიტომ რომ ღირსეული არ არის მარტო ეხა იქ რამდენჯერ გამოჩნდები ეკრანზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ცნობილი სახე კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ღირსეული არის. იმიტომ რომ ეხა ხედავთ ყოველდღე ეხა რამდენი უღირსი ადამიანი არის და არც მალავენ ამას, რომ უღირსები არიან. მე ვთვლი, რომ ძალიან ბევრი ადამიანია ეს მიჭირს ეხლა აი კონკრეტულად რომ ჩამოვთვალო, ჯერ მარტო იმიტომ რომ სხვას არ ვაწყენინო რა, მაგრამ აი ქუჩაშიც ახლა სრულიად უცნობ ადამიანებთან მქონია ურთიერთობა და რაღაც გამოვლაპარაკები ვარ და ნუ მივხვდი რომ ის აბსოლუტურად სხვანაირად აზროვნებს და მართლა აი თავის ქვეყნის კარგი შვილი არის და მე ვფიქრობ რომ აი ეგეთი ადამიანები განსაკუთრებით მე მაინც გამოვყოფდი სამხედროებს, იმიტომ რომ თუნდაც იმ სამხედროებს რომლებიც ახლა უკრაინაში იბრძვიან ფრონტის წინა ხაზზე არიან რა, იმიტომ რომ ისინი ჩვენ გასაკეთებელ საქმესაც აკეთებენ, იმიტომ რომ ჩვენ დღეს აგვზივართ გადაცემაში და საუბრობთ
გარკვეულწილად ეგეც მაგათ დამსახურება არის, იმიტომ რომ რიკოშეტით გვაცილებენ ძალიან დიდ საფრთხეს და ამას ყველანაირად ეწინააღმდეგებიან თავის სიცოცხლის ფასად და მე ვთვლი რომ პირველ რიგში ეგენი უნდა იყვნენ რა. აი თბილისის დიზაინში რა მოგწონს და რა არ მოგწონს? არაფერი აღარ მომწონს, იმიტომ რომ ეს დიზაინი არ არის, არის სრული ანარქია, პროვინციული, ასე ვთქვათ, სუბკულტურის გადმოტანის მცდელობა, თავისი მოძრაობის წესებით და ყველაფრით, აბსოლუტურად მე პროვინციულს ამ შემთხვევაში იმ გაგებით არ ვამბობ. და ანუ როგორც წესი პროვინციაში უფრო მეტი ანარქია არის, იმიტომ რომ რაღაც წესების დაცვა არ ხდება, ასე შემდეგ, ყველა თავის ნებაზე აშენებს იმას, რაც უნდა და ამ ხრივ რაღაც გარკვეულწილად კანონები არ ვრცელდება რა. ანუ ის დისციპლინა არ არსებობს, რაც დიზაინში აუცილებელია, დიზაინში, არქიტექტურაში აუცილებელი არის და არაფერი აღარ მოწონს უკვე, იმიტომ რომ აი სრული ქალაქი ქალაქს აღარავს და ეს ყველაფერი დაიწყო ჯერ კიდე კომუნისტების დროს 80-იანების ბოლოს, თუ გახსოვთ, აივნების მშენებლობა რო დაიწყო და იქიდან და მე ვთვლი რომ ეს არის ვანდალიზმი არის რა სრული. ვინ უნდა აკონტროლოს ეს? რა თქმა უნდა, ქალაქის მთავრობამ პირველ რიგში ეს უნდა იყოს ნება. იმიტომ რომ იმ ქალაქში ცხოვრობ, იმ ქალაქს მართავ, ხო? ესე იგი შენღებულობ გარკვეულწილად პასუხისმგებლობას ამ ქალაქის კეთილმოწყობაზე და აქედან გამომდინარე პირველ რიგში მერია. საერთოდ აი პროვინციალიზმი რა არის? ღირებულებები. ღირებულებები არ აქვს მნიშვნელობა, მე ამას არ გულისხმობ, ესე ვთქვათ, ტერიტორიული აზრით. შეიძლება ქალაქში დაიბადო, შეიძლება საბოლოო პროვინციაში, სოფელში დაიბადო, მაგრამ ღირებულებები იყოს აბსოლუტურად განსხვავებული. მე ვთვლი, რომ მაინც ღირებულებები არის რა. ანუ შენი ადამიანური ხარისხი თავისთავად, მაჩვენებლები და აი ეს ღირებულებები, ანუ რა ღირებულებები თუ ვთქვათ მარტო ეხლა ულვარსაბივით მარტო ხინკალზე და ესე ვთქვათ ეგეთ რაღაც დროის მოკლის მიზნით ცხოვრობ, ჩემთვის ეგეც უკვე პროვინციული აზროვნება არის. ყველაზე სექსუალური მანქანა რომელია? ჩემთვის ლოტუს ელიზე არის მეორე გამოშვების. არის ჩემი ოცნების ერთ-ერთი ატრიბუტი არის, რომელზეც აი გულგრილად ვერ უვლი რა. ყოველთვის ჩერდები მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ ნანახი მყავს შეხება მაქვს, ხო? და რაღაც მაინც გულგრილად ვერ უვლი ეს არის. რო ვხედავ ხოლმე აი პატარა ბავშვი თვალები მენტები. ვისი დიზაინია ხო არის? ინგლისელის დიზაინი არის, ინგლისელების დიზაინი არის. გვარი ზუსტად აღარ მახსოვს, სახელებს და გვარებს ცოტა რთულად მიმახსოვრე. ეგ იყო და ყველაზე არასექსუალური მანქანა? პონტიაკ აცტეკი. ეგ არის მე არ ვიცი ეგ რატო გამოუშვეს, ვერ ხვდები. აი მართლა ვერ ხვდები. საერთოდ როგორი არ უნდა იყოს მანქანა ალბათ. საერთოდ როგორ ხდება ეთქვათ ამ სამანქანო დიზაინში, ანუ დიზაინერი აკეთებს ამ კონცეფტს და მე რა ეტაპებს გადის ეს? ანუ როგორ ხდება? ძალიან რთული კომპლექსური საქმე არის თავისთავად, იმიტომ რომ ადრე უფრო სხვანაირი სტრუქტურა იყო. მე უფრო გლობალური და ისეთ მასშტაბური სახე მიიღო ამ მუშაობის პროცესმა თვითონ, რა თან ახლა კომპიუტერები უკვე Excel-შია ჩართული და ინტერაქტიულად ხდება. ანუ ინჟინერების და დიზაინერების მუშაობა ერთდროულად ხდება, მაგრამ ნუ აი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად არის, მინდა გითხრათ. ახლა ზოგ ქვეყანას პრიორიტეტი ინჟინერია და დიზაინი ბოლო მხარეზეა, ზოგან პირიქით, მაგალითად, ხა იტალიელები რო აიღოთ, ხო? სიტყვა 70-იანი წლების სუპერკარები რო აიღოთ, იგივე Lamborghini Countach-ში მაგალითად. ის სუფთა დიზაინი არის, არქიტექტურაზე არის უფრო გაკეთებული აქცენტი და ინჟინერია ეს მეორე მხარეზე არის გადადებული, ერგონომიკას და ბევრი რაღაც ისეთი საკითხები, რაც მანქანის სტარებაში ხელს გიწყობს, მეორე პლანზე არის. ანუ სუფთა ესთეტიურ რაღაც ვიზუალზე არის გაკეთებული აქცენტი. ამიტომ აი მოგეუბნებით სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად არის რა, ისე რომ დიზაინერებიც მუშაობენ, ინჟინერებიც მუშაობენ, პროექტს გააჩნიათ. თუ ახალი პროექტია, სუფთა ფურსლიდან იწყება. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მე თავისუფლება გაქვს, მაგრამ თუ გარკვეულ აგრეგატებზე ხდება უკვე ამ დიზაინის კეთება, მაშინ ძალიან ხელფეხშებოჭილი ხარ ისე რომ
რთული პროცესია რა ძალიან. ეს მომავალ თაობებს ასწავლი, ხო? Still, ყოველ შემთხვევაში, ჩემი გამოცდილება გაუგზავნა. რა ასწავლე, რა არ უნდა გააკეთოს არასდროს დიზაინერმა და რა უნდა გააკეთოს აუცილებლად. მე არ ვეუბნები მას, რა არ უნდა გააკეთოს, მე ვეუბნები რა უნდა გააკეთოს. მე ვფიქრობ, რომ უნდა გააკეთოს თავისუფალი აზროვნება. აი ეგ არის მთავარი. თავისუფლად უნდა იაზროვნონ, არ უნდა იყონ რაღაც სტერეოტიპებით, არ უნდა იყვნენ რაღაც ჩარჩოებში ჩასმულები და რაღაც უფრო თავისუფლები იქნებიან, მით უფრო გააკვირვებენ ხალხს და საზოგადოებას და სამყაროს საერთოდ უფრო მეტ დადებითს მოუტანენ და უფრო სარგებელი იქნება აქედან გამომდინარე. მათი ამ ქვეყანაზე დაბადების აზრი უკვე ჩანს, რომ საზოგადოებისთვის რაღაც კარგს აკეთებს. კინო ყვარებია განსაკუთრებით, რომელი ქართული ფილმი მოგწონს? არ დაიდარდო მიყვარს ეგ არის ჩემი საყვარელი ფილმი. იმდენად ღრმა არის. ციტატები ყველაფერი ზეპირათვით ტექსტები, ყველაფერი ნიუანსები და ძალიან ხშირად უყურებ ხოლმე და ესე ცოტა უხეშად ვიტყვი ვერ ვძღები მაგ ფილმის ყურებით რა. ძალიან ქართული ფილმები საერთოდ მიყვარს. განსაკუთრებით აი 60-70-იანი წლების აღმავლობის პერიოდი როცა იყო რენესანსი შეგვიძლია დავარქვათ, ხო? აი იმ დროინდელი ფილმები ძალიან მაგრად მიყვარს რა, ვგიჟდები. შერეკილები მიყვარს ძალიან, იმიტომ რომ რაღაც გარკვეულწილად რა საერთოდ აი რო ვაკვირდები. გაბრიაძის ფილმები მიყვარს ძალიან. იმიტომ რომ ძალიან მაგრად აქვს დაჭერილი ნიუანსები. თვითონ ქართველი ადამიანის კულტურაც, შინაგანი ბუნება, სხვა ერების შედარება ხდება ძალიან მაგრად, იმათ ძირითადად აი ისეთი სახასიათო ნიუანსები მოაქვს წინა პლანზე ხოლმე რა და ამის ძალიან კარგად გაჩვენებს რა. თუნდაც აი ჩვეულებრივ ცხოვრებაში შეიძლება ბევრი რაღაც ვერ შეაჩვენო, მაგრამ ეს ადამიანი იმას ახერხებს, რომ ეს ყველაფერი წინა პლანზე მოაქვს და აი მიუხედავად იმისა, რომ არ დაიდარდო როდის არის ხო გადაღებული. მიუხედავად მაგისა, ეს დღევანდელი ქართული ხასიათი დღეს რაც არის, ძალიან მაგრად აქვს რა დაჭერილი. იგივე დედას რომ ამხელა ჩოყლაყი მიყავს ექიმთან და რაღაც პატარა ბავშვი დაატარებს და ასე შემდეგ. აი ძალიან სერიოზული რაღაცაა. ექიმი ერთს რომ ართმევს და წეწავს, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული ლოხია, ესე ჟარგონულად ვიტყვი და იქვე ამ დროს გაჭირვებულ ბავშვს რო ყველაფერს გაატანს, რომ რაც იმას გამოართვა, ამას გაატან, პრაქტიკულად თვითონ არ დაიტო. ანუ ადამიანების ხასიათს და ეს მრავალწახნაგოვანი ფილმები აქვს რა და თვითონ აი სცენარი და ყველაფერი ძალიან მაგრად მოწონს. მოკლედ მაგ ადამიანით ვარ ახთოვანებული. მსახიობი რომელი გიყვარს? დიკაპრიო. დიკაპრიო არის დღეს ვიტყვი რომ ნომერ პირველი მსახიობია საერთოდ რა მსოფლიოში, იმიტომ რომ უმაგრესი არის. თუმცა სხვა მსახიობებიც არსებობენ, ეხლა ძალიან ბევრი იგივე ეხლა საფრანგეთში რო ავიღოთ, აი მაგალითად შემიძლია ვისაუბროთ თუ გახსოვთ თქვენ ეგეთ ფილმი იყო არტისტი. ჟან დუჟახცინი რო თამაშობს და აი მაგის პარტნიორობას ეს ბერენის ბეჟო უწევს და აი სხვათა შორის თვითონ ჟან დუჟახცინზე შემიძლია ვისაუბრო ის რომ პირველად მე ეგ ფილმში ვნახე OSS 117 რო არის თუ იცით პაროდია რო არის ჯეიმს ბონდის და მაგრად ვიცინე და ვნახე რომ ძალიან მაგარი მსახიობია და აი ახტოვანებული ვიყავი ხებს ვეუბნებოდით უყურეთ მეთქი ძალიან მაგარი მსახიობია თქო მაგრამ მე აი არტისტში რომ ვნახე ხო და ძალიან გამიკვირდა სხვათა შორის მაგას რომ მისცეს ოსკარი და ბერენის ბეჟოს არ მისცეს ოსკარი იმიტომ რომ იქ აი ბეჟო უფრო მაგრად თამაშობს ვიდრე თვითონ დუჟახცინი იმიტომ რომ ეს უფრო მაინც რაღაც ესეთი კლიშეებით იყო უკვე ნათამაშები რა ეს მოკლედ ესე ვთქვათ ეს ნანახი მქონდა უკვე აი ყველაზე დიდი ტყუილი რა არის საქართველოს ისტორიაში ჩვენ რო წილხვედ ქვეყანა ვართ არ ვართ წილხვედრი საერთოდ ეგ სად დაიბადა ეგ არ ვიცი ხა იცით რა არის ხა სად დაიბადა ვერ გეტყვით ხა მართლა არ ვიცი მაგრამ ტყუილი რო არის თავისთავად ცხადია ხა მიუხედავად იმისა ვინ საუბრობს ამას რაოდენ პატივცემული ადამიანია და ასე შემდეგ და რა რეიტინგი აქვს ეგ ცალკე საკითხი არის მაგრამ ტყუილია იმიტომ რომ ეხა ის ქვეყნები რომელსაც სიტყვა ლეონარდო ყავს მიქელანჯელო ყავს იულიუს კეისარი ყავს და რომის იმპერია ქონდა, ვთქვათ ლამბორგინის და ფერარის უშვებს, ლასკალა აქვს და ლუჩანო პავაროტი და აღარ ჩამოვთვლი ხა, ხო? ფელინები და მთელი ამბები.
ისინი არ ამბობენ, რომ ჩვენ წილხვედრი ქვეყანა ვართ. და ჩვენ ერი, რომელსაც ხინკალი გვაქვს და ისიც ქალაქში თიძე ჩამოსათვლელი არის, სადაც გემრიელად შეჭამ, ჩვენ ვართ წილხვედრი ქვეყანა. აი, ვერ ხვდები, ლოგიკურად ვერ ვაფავ ვერანაირად. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ამიხსენით როგორ. ერთ ჩემო მეგობარმა კარგად თქვა, რა მაგ თემაზე ქონა საუბარი და ზოგადად იცი რაო, თუ კიდე ქონდაო წილი უკვე გაიტანა დიდი ხანია. ღმერთი არსებობს, როგორ ფიქრობ? აი, ინფორმით, ჩემთვის ინფორმით არა, რა ფორმითაც ეს მიიღებული არის საერთო საზოგადოებაში რა. რა თქმა უნდა, ჩემთვის რაღაც კანონზომიერება არსებობს ენერგიის მოძრაობის, რა პრინციპითაც საერთო სამყარო შეიქმნა და რა პრინციპითაც საერთო სამყარო არსებობს, მაგრამ ის რომ ეხა წვერებიანი ბაბუა იქ და სათითაოდ გვიყურებს და ეგეთი რაღაცეები, ჩემთვის არა. ყველაზე ლამაზი რა გინახავს ცხოვრებაში? ყველაზე ლამაზი? ბევრი რამე მინახავს ისიც ცხოვრებაში, რომ გამშვალა, ადამიანიც ყოფილა, უსულოსაგანიც ყოფილა, ბუნებაც ყოფილა, ხედიც ყოფილა, ფილმიც ყოფილა. ძალიან ბევრი რაღაცა არის, რაც მე საერთოდ სილამაზეს ძალიან ადვილად აღვიქვავ რა და შემიძლია რაღაც აი ნიუანსები დავიჭირო, თქვათ ისეთი, რომელიც ძალიან ლამაზი არის მზე როცა ჩადის დაახლოებით ეგრე 6-7 საათისთვის ზღვაზე და ეს რო ლივლივებს ტალღები, განსაკუთრებით თუ წყლიდან მხოლოდ ცხვირი გაქვს ამოყოფილი და ეს ხედი ხო, ეს რო ლივლივებს, ეს სხივები ზღვაზე ულამაზესია. ძალიან ლამაზია. მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერი ვინ არის? არ არსებობს ეგეთი რა. არ არსებობს მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერი, იმიტომ რომ როგორ აიცით ხან ვიღაცა უფრო კარგად აკეთებს, ხან ვიღაცა უფრო ცოტა. ხე მაგალითს მოვიყვან. მაგალითად, აი მარჩელო განდინი რო აიღო. მარჩელო განდინი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი და ეპოქის შემქმნელი დიზაინერია. მიმართულებების შექმნა. იგივე ლამბორგინის უმაგის გაკეთებული არის და ძალიან ბევრი მანქანა აქვს, ძალიან მაგარი გაკეთებული ბერტონეს სტუდიაში როცა მუშაობდა. და ტატა, რომელიც არის ინდური კომპანია, თხოვა რომ მანქანა გაეკეთებინა მაგისთვის სულ ახლა ხანს რა 2000-იანებში და ტატა მის მანქანა არც გამოფინა. იმდენად საშინელება გამოვიდა. მაგრამ ეგ იმას არნიშნავს, რომ ის თქვათ, კარგი იყო და მერე ცუდი გახდა და ასე არის პროექტები, რაღაც პროექტები კარგად გამოდის, არის რაღაც პროექტები ცუდად გამოდის. იგივე თქვათ, ეხლა რო აიღო ჯუჯა რომ მაგალითად ამპინი ფარინა, ხო, არის რაღაცეები აქვს წაგებული ისეთ კომპანიებთან, საერთოდ უცნობ კომპანიებთან, უცნობ დიზაინერებთან. და შეხედავ და იტყვი, რომ ნუ აი ეს არ ეკადრებოდა ეხლა ამ ადამიანს რა, მართლა რაღაც სირცხვილე. იგივე ეხლა აი ჯუჯაროს ბრერაზე ვიტყვი, ალფა რომეო ბრერაზე, რამდენად ძალიან მაგარი არქიტექტურა აქვს არის გარედან, თვითონ ექსტერიერი არის ძალიან მაგარი, შიგნით ინტერიერი საშინელება. და მე მანქანის ყიდვას ვაპირებდი, იმდენად მომწონს რაღაც ემოცია აქვს, ალფა რომეო არის ხა. რამდენადაც ემოციური გარედან, იმდენად შიგნით რომ მე ვთქვი, ამ მანქანას არ ვიყიდი რა, იმიტომ რომ შიგნით არის სრული საშინელება. როდის იფრენენ მანქანები, როგორ ფიქრობ? არასდროს. არასდროს. რატო უნდა იფრენოს? მანქანა არის კონკრეტულად იმისთვის, რომ ხმელეთზე იარო. საფრენ საშუალება სხვა რამე არის რა. ესე არ შეიძლება ეხა სარიცხი მანქანა და უთო ეხა უთოს დაარგო, როდის გარეცხავს სარიცხს. ან სარიცხი მანქანა როდის გააუთავებს მაგალითად. პირველი ვინ გახსენდება სიტყვაზე მეკრთამე? მეკრთამე? მთლიანად ეპოქა მახსენდება. შევარდნაძის დრო მახსენდება მაგაზე რა, იმიტომ რომ აი ტოტალურ კორუფციაში იყო ქვეყანა ჩაბმული, იმიტომ რომ გუში ვამბობდი ზუსტად მაგას. ჩემი სახლიდან მანამ თავისუფლების მოედნამდე მივდიოდი, ნუ 1.30 ლარი უნდა მიმეცა რა გზაში, იმიტომ რომ შუქნიშნები იდგნენ და გაჩერებდნენ. აი ეგ იყო მეკრთამეობის ეპოქა. და დღეს ვითარდება ქვეყანა თუ რეგრესირებს? აი კონკრეტულად რეგრესირებს, იმიტომ რომ თუნდაც ის რომ შენ გაჩერდი
იგი მას არნიშნავს, რომ რაღაცა გაყინე და რაღაცა დააკონსერვე რა. და ყოველ დღე ანუ დაკარგული არის. იმიტომ რომ ძირითადში რა არის, ყველა ძვირფასი ადამიანის ცხოვრებაში არის დრო. მაგას ძვირფასი არაფერი არ არსებობს. მე არ ვამბობ იმას, რომ ოჯახი და ასე შემდეგ. ის ოჯახიც რო გადაიტანო დრო არის. ანუ რამდენ ხანს ატარებ იმ ოჯახთან დროს, ყველაფერი დროით იზომება რა აბსოლუტურად და აქედან გამომდინარე, აი დრო ფასობს და ყოველ დღეს ვკარგავთ და დღეს მით უმეტეს, როცა ინტერნეტის სამყარო არის, გაცილებით უფრო სწრაფი და დინამიური არის სამყარო, ხო? რაღაც სულ სხვა რიტმი და ტემპი არის, ვიდრე იგივე 20 წლის წინ იყო. ამიტომ მე ვთვლი, რომ დღეს რეგრესირებს და ძალიან სერიოზულად რეგრესირებს, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც ჩვენ გარშემო ქვეყნებში ხდება, ჩვენ ძალიან ცუდ ტემპებით მივიდივართ უკან და არც თუ ისე სასურველი ადგილისკენ მინდა გითხრათ. რას გულისხმობ? პირდაპირ ვიტყვი იმ სიღრმეში, იმ ანატომიურ სიღრმეში, საიდანაც გამოსვლა ძალიან დიდი ძალისხმევით მოხდა, ცოტა ხნით, მაგრამ ბრუნდებით ისევ იქით რა. რუსეთს გულისხმობ, ხო? არა მარტო რუსეთს, თავისთავად თვითონ მენტალურადაც და რატო გაგვიჩნდა ამის სურვილი? რატო არ მოგვეწონა იქიდან გამოსულებს სტანდარტები და პასუხისმგებლობა. მან მხოლოდ სტანდარტებზე არის საუბარი. რო ადარებენ ხოლმე თქვათ, რომ ევროპა და ჯერ ერთი მე შორს ვარ იმ აზრისგან, ეხლა რო საუბრობენ, რომ ერთ მორწმუნედ რაღაც რელიგიურ რაღაც პარალელებს რო აღვლილებენ, მე ჩემს ეგ ცოტა მიუღებელი თემა არის, იმიტომ რომ მან ძალიან ბევრი ისეთი კითხვის დასმა შეიძლება, რომელზეც პასუხს ვერ გაგცემენ. მეორე ის რომ ევროპული ღირებულება ჩემთვის რატო არის მისაღები? იმიტომ არა რომ მე ესე ბრმად რაღაც ყველაფერზე ვეთანხმები და ჩემს მისაღები არის ყველა ახან ევროპელი ან ამერიკელი ან რაღაცა ჩვენც გვაქვს ძალიან ბევრი გაცილებით უფრო კარგი ესე ვთქვათ მახასიათებელი ელემენტები, რომელიც იგივე ევროპელზე უფრო უკეთესი არის და ასევე პირიქით. და სტანდარტები აქვს უფრო მაღალი. ანუ ეგ ჩვენ ხელს შეგვიწყობს, რომ უფრო გავიზარდოთ. და რას გულისხმობ? ანუ იგივე აი რუსეთის ჩაკეტვაზე იყო ხო საუბარი, სერიოზული და რაღაც კილიკი მიდიოდა. აი სტანდარტები სად გამოჩნდა? ადრე თუ ღვინოს გავავლებ, მარტივად ვიტყვი, რომ მაყურებლისთვის გასაგები იყოს. ღვინოს თუ ვანაში ასხავდნენ და რაღაც მარგანცოვკი და რაღაც მანიპულირებით ხდებოდა. გაჩნდა იმის მოთხოვნილება, რომ მსოფლიო სტანდარტების ლაბორატორიები ჩამოსულიყო და შენი ღვინის პროდუქცია აწეულიყო. მე ამაში ცუც ვერაფერს ვხდი. შენ თვითონაც იზრდები, შენ თვითონ ისწავლე უკვე. მიწის დამუშავება, ყურძნის მოყვანა, რომ ის პესტიციდები არ იყოს შიგნით და ასე შემდეგ მეტალს და სპილენძს არ შეიცავდეს და 1000 უბედურება, ხო? ფილტრაცია ისწავლე. ანუ პროცესი შენ ხო გაიზარდეა რა, ანუ შენ სულ სხვა დონეზე ახვედ. რუსეთთან მიმართებაში რუსეთს თვითონ სტანდარტები აქვს დაბალი. და ევროპა კიდე გთხოვს და არ უნდა ადამიანს რა გაზდა რა ამ თავის სტანდარტებს არ წევს ამ პლანკას რა ურჩევნე 50 სანტიმეტრიან რაღაცას გადაახდეს ბარიერს ვიდრე ვთქვათ ეხა მეტრანახევრიანს და აქედან გამომდინარე აი ზუსტად ეგ არის რომ ურჩევნია რაღაც მოშვებულ მოდუნებულ მდგომარეობაში ფული აკეთოს რა და ეგრე არ ხდება დღეს ხო და აი რომელი უნდა იყოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა რა უნდა იყოს რისი თავი გვაქვს დღეს ну, ბევრი ამბობს რომ ტურიზმი. მე აი რო გითხრა რომ რაღაც ზღუდავ მე აქედან რომ ჩვენ მარტო ტურიზმი შეგვიძლია, ანუ ჩვენ ვიყოთ მარტო მილსადი. მე შორს ვარ მაგაზრისგან და პირიქით რა. ეგეთ ადამიანს ხშირ შემთხვევაში უძახი რომ გონება შეზღუდული არის. რაოდენ საწყენიც არ უნდა იყოს იმათვის და თქვათ იგივე ის პოლიტიკური რაღაც ისინი რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენი რუსეთს ვერ ვეჭიდავები და ვიღაცას ვერ ვეჭიდა ჩვენი ადგილი უნდა ქონდეს და რა. დიდი და პატარა ქვეყანა არ არსებობს რა. არსებობს დიდი და პატარა გეგმები. შენი აზროვნება და შენი მასშტაბები და აქ პარალელს გავავლებ უბრალოდ მოვიყვან უпроსორად მაგალითს რა. აი სულ მომყავს ეგ მაგალითი, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადამიანი არის რიჩარდ ბრენსონი. ინგლისელი ბიზნესმენი არის, ვირჯინის დამაარსებელი და ასე შემდეგ. და ადამიანს აქვს 4 მილიარდი აქვს. მაგისი ქონება ეგრე არის შეფასებული. და ეგ არის ის ადამიანი, რომელმაც პირველი კოსმოსური ხომალდი დააფინანსა
და ეხლა დაიწყო ტურისტული მოგზაურობა, ანუ კოსმოსში და ეხლა სასტუმროს აკეთებს, ამერიკაში უკვე კოსმოსური აეროდრომი ააშენა და ინტერვიუს კითხულობდი ჟურნალში და იქ ეწერა, რომ აი ხა ამ გამოსდებს როგორც კი მოვრჩებით, შემდეგი პროგრამა არის მარსი. ანუ ხო ხვდებით მასშტაბები და აზროვნება რა, სპექტრი. ეგრევე არის ქვეყანაშიც. არ აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ეხლა შენ რესურსებს ძალიან დიდი მნიშვნელობა გეოპოლიტიკურ მდებარეობას და ასე შემდეგ. თუმცა ის გეოპოლიტიკური მდებარეობაც უნდა სათანადოდ გამოიყენოს. მაგალითად, სულ ვამბობ, რომ ყველაზე მაგარი მეტაური ქვეყნის ის იქნება, ვინც დაიწყებს ზღვის ათვისებას საქართველოში, იმიტომ რომ ზღვა, როგორც ეგეთი, სულ ვამბობ, რომ აი როცა გაეკიდა არგონავტები, აიეტი გაეკიდა, იმის მერე არსად არ არის ნახსენები, რომ ფლოტი ყავდა საქართველოს რა. ხო და აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი მიმართულებით შეგიძლია და თვლი რომ მეცნიერება რა. მეცნიერება არის ეს ის პროდუქტი, რომლის ძალიან სერიოზულად, ეხლა ხო იცით, ჩვენი მეცნიერები და ვამაყობთ ამით, რომ ევროპაში, შვეიცარიაში მუშაობენ იმ კოლაიდერზე და ასე შემდეგ. ხო, ძალიან ბევრი მეცნიერია წასული. ისე რომ არის რა ძალიან პოტენციალი სერიოზული გვაქვს რა. მთავარია რომ ამ პროდუქციის ექსპორტირება დაიწყო და ასე შემდეგ. იგივე ვთქვათ, რომ აიღო ფეხბურთი. ხო, რამდენი ფეხბურთელი თამაშობდა ჩვენი უცხოეთში. რატო არ შეიძლება რომ სხვა სფეროში იყო? ნებისმიერ სფეროში. თუ მოინდომებ და ნება არის, მაგას გააკეთებ რა. აჰა. აი მარიხუანის დეკრიმინალიზაციას თუ ემხრობი, რას მოუტანს ეს ქვეყანას? დეკრიმინალიზაციას ვემხრობი, მაგრამ ლეგალიზაციას არ ვემხრობი. დეკრიმინალიზაციას ის რომ ეხლა ადამიანს შენ იმიტომ რომ უხეშად ვიტყვი ის ერთი მასტერკა მოწია და სვავ რაღაც კაცის მკვლელებთან, ყაჩაღებთან და ასე შემდეგ მათ გვერდით და ერთ დონეზე აყენებ, ეგ არის ჩემს სწორად და მისაღები რა. ეწევი ისე შე? არა, მე არ ვეწევი, არ სიგარეტს არ ვეწევი, ისე რომ. და აი ქალებს რა უნდათ, როგორ ფიქრობ? ეგ ფროიდმა ვერ გაიგოთა, მე კითხები მაგას. ფროიდი მე მგონი რომ მოკვდა ბოლოს ეგ იყო. იმიტომ მოკვდა რომ მაინც ვერ გაიგო და ნუ აზრი არ აქვს და წავედი ახლა მე ამ ქვეყნიდან. შენ ვინ არის ყველაზე სექსუალური ქალი საერთოდ კაცობრიობის ისტორიაში? ბევრი ქალი არის ახლა სექსუალური ძალიან. აი პირველად ვინ გახსენდება? პირველი ქალი შენთვის ვინ იყო ეს სექსუალური? ახალ ბავშვობაში თუ ახალგაზრდობაში? მაგარი კითხვაა. პირველი ქალი. მიჭერს ვერ ვიხსენებ ვინ იყო ბავშვობაში. ბავშვობაში ბევრი ქალი მიყვარდა მე სხვა შორის და ყოველთვის რაღაც უფროსი ქალებისკენ მქონდა მიდრეკილება რა. ისე რომ ყველაზე სექსუალური არ ვიცი, მაგრამ ყველაზე ლამაზი ეხა მაინც დედა იყო რა. ხო და ეხა ბავშვობაში ცოტა რთულია მიხვდი ეხა სექსუალურობა რა არის. უკვე ასაკთან ერთად მოდის და მე ხვდები უკვე რა არის სექსუალური. პრინციპში მაგასაც ვერ ხვდები რა. ქალი ან არის სექსუალური, ან არ არის რა. იმას ან გძნობ, ან ვერ გძნობ და მაგას დამთავრდა. აი, რას ვერ მიხვდები ვერასდროს? ვერ მიხვდები ვერასდროს სამყარო როგორ არის მოწყობილი. იმიტომ რომ მაგას თუ მიხვდები პრაქტიკულად შენ ხდები ღმერთი და კაცობრიობა უკვე აზრს კარგავს. ანუ ფუნქცია იკარგება მისი და პრაქტიკულად თუ ყველაფერი შეგიძლია უკვე საინტერესო აღარ არის ცხოვრება რა. სჭირდება იქ ყველაფერი. ცხოვრება იქამდეა საინტერესო, სანამ აღმოჩენებში ხარ და რაღაც მიზნისკენ იბრძვი და ეს მიზანი ან არის ხელმოსაკიდი, ან არ არის და ამიტომ ადამიანი ევოლუციას გადის, რაღაც ვითარდება და ასე შემდეგ. როგორც კი მაგას გავიგებთ, როგორ არის სამყარო მოწყობილი, იქ დამთავრდება ყველაფერი რა. კაი, აქედან ვინ რომელი მანქანაა? ძალიან პროვოკაციული კითხვა არის. ძალიან პროვოკაციული კითხვა არის. იცი რა არის? საერთოდ დავით, მე მაგ ფანტაზია ძალიან განვითარებული. და ამ ფანტაზიის გამო ხშირ შემთხვევაში პრობლემები მაქვს ხოლმე, იმიტომ რომ იგივე წიგნის კითხვის დროს თქვა ხო რომ ავიღოთ ცოტა გადაუხვიეთ ამას, მაგრამ დაუბრუნდები მაგას. იგივე წიგნის კითხვის დროს აი რაღაც ჩავიკითხე, მე უცებ ფანტაზია მიდის და მივდივი ჩემ ფანტაზიებში, თვალები აგძელებს, მაგრამ მე ჩემ აზრებში ვარ და აი ხა იმდენად ისეთი
ისეთი ფანტაზია გამიჩნდა. არ გონია რომ კარგი იყოს და ჩემი მხრიდან რაღაც ეთიკური იყოს რა. ამიტომ კაი, მაშინ ყველაზე კაი მანქანა რომელია აქედან? ყველას თავის დადებითი უარყოფითი აქვს, მოდი ესე ვთქვათ რა, იმიტომ რომ არ არსებობს იდეალური მანქანა. არის რაღაცისთვის გამოგადგება, ვთქვათ, ну ავიღოთ, აი პატარა მანქანა, ხო? კაია ქალაქისთვის, კომპაქტურად გადაადგილდები ასე შემდეგ, მაგრამ ცუდია ოჯახისთვის, ხო? აი ესე არის აქაც პრეზიდენტები, ვთქვათ, ვიღაცა კაია თავისთვის, ვიღაცა ცუდია ქვეყნისთვის, ვიღაცა პირიქით, ვიღაცა ორივე ერთად, მაგრამ რაღაც ვთქვათ კალაგარიც ასიარულოთ არ ვარ გადასე შემდეგ ისე რომ ძალიან ბაზარში ვერ წახვალ და ვერ მოიტან პროდუქტს. ზოგი არის უბრალოდ უნდა უყურო და ისე ჩაუარო გვერდით, ნახე რა და ისე. კაი, შემდეგ სტუმარს დაუტოვე კითხვა რამე. შემდეგ სტუმარს დაუტოვე კითხვა. ეგ ყველაზე რთული კითხვა იყო დღეს. კითხვა უნდა დაუტოვო შემდეგ სტუმარს. აი არც ვიცი. შემდეგი სტუმარი ვინ არის მითხრათ? არ ვიცი. აჰა. საქართველოს როდის გახდება მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში? დიდი მადლობა რომ მოხვედით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა, დიდი მადლობა.